ფინანსისტთა ასოციაცია სამორინეების მფლობელთა უფლებების დასაცავად არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს მიმართავს. გაერთიანება დეპუტატებს თხოვს არ გაითვალისწინონ კობა დავითაშვილის მიერ ინიცირებული ცვლილებები, რომლებიც სათამაშო ბიზნესის რეკლამის აკრძალვას გულისხმობს. ამ შემთხვევაში ახალგაზრდა ფინანსისტები აქცენტს მოსალოდნელ უარყოფით ეკონომიკურ შედეგებზე აკეთებენ. ასოციაციის თხოვნას დეპუტატების ნაწილიც იზიარებს. აზარტული თამაშების ბიზნეს ეკონომისტები კომაგობენ. სამორინეების, ტოტალიზატორებისა და მათი ინტერნეტ ვერსიების რეკლამირების საკანონმდებლო შეზღუდვის ინიციატივას, რომლის იდეის ავტორი დეპუტატი კობა დავითაშვილია, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ეწინააღმდეგება. მათი ძირითადი არგუმენტი ეკონომიკური მოტივია. აზარტზე აგებული ბიზნესი ისევ ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვან წყაროდ განიხილება. სანებართო და სალიცენზიო მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში ყოველწლიურად 140 მილიონი ლარი შედის. კაცრი შეზღუდვა ჩვენი აზრით მაინც მიუღებელია და უფრო ცუდ შედეგებს მოგვიტანს, ვინაიდან ჯობს ეს ბიზნესი არსებობდეს კონტროლირებადი, რეგულირებადი, კანონით განსაზღვრული ფორმით, ვიდრე ის არ არსებობდეს და ის არსებობდეს არალეგალური სახით, არალეგალური ფორმით, რაც გაცილებით უფრო საზიანო იქნება როგორც საზოგადოებისთვის, ისე ეკონომიკისთვის. საკანონმდებლო შეზღუდვის მოლოდინში სათამაშო ბიზნესი პოზიციებს ნაწილობრივ თმობს. ასოციაცია მზადაა რეკლამა ტრანსპორტსა და ტელერადიო სივრცის დღის ეთერში აღარ გაავრცელოს. სრული შეზღუდვა კი კატეგორიულად მიუღებელია. რეკლამის სრულად აკრძალვა, რაც გულისხმობს იმას, რომ ვერავით არის აქტიურობა, ვერავით არის სპორტული ღონისძიების დაფინანსებას, ვერ შეძლებს სათამაშო ბიზნესი, ეს პრობლემატურია არა მარტო სათამაშო ბიზნესისათვის, ეს არის სპორტისთვის, ტელევიზიებისთვის, სარეკლამო კომპანიებისთვის და ბიუჯეტისთვის თავად პრობლემატურია. ჩვენ რომ რომელიმე ერთი სფერო შევზღუდოთ, ეს იქნება მეორე სფეროს ლოგვირება. ამიტომ ეს გამორიცხულია რა, ყველა ძირში. საკუთარ გადაწყვეტილებაში სახალხო პარტიის ლიდერი შეუვალი რჩება. კობა დავითაშვილი დღესაც ფიქრობს, რომ ბიზნესი, რომელმაც 10,000-ობით მოქალაქე ეკონომიკურად გააღატაკა და აზარტზე ფსიქოლოგიურად დამოკიდებული გახადა, კაცრ შეზღუდვას მისახურებს. დავითაშვილს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მხარდაჭერის იმედი აქვს. სხვა დეპუტატების პოზიცია არაერთგვაროვანია. ჩვენი პროგნოზია ძალიან მარტივი, ამით დაკარგავს ბიუჯეტის შემოსავალს და დაკარგავს სამუშაო ადგილებს, ამიტომ ჩვენ ამას ხალხს არ დაუჭერთ. ეს მდგომარეობა, ასე ვთქვათ, უკვე არჩევანი არის, მინდა, ასე ვთქვათ, ორ რამეს შორის, ანუ იყოს სტიმულირება სათამაშო ბიზნესი რეკლამის სახით და ტელევიზიებმა მიიღოს რაღაც შემოსავალი თუ ახალგაზრდა თაობას, ასე ვთქვათ, გაუფრთხილდეთ შეიძლება სხვა თაობასაც და ნაკლები, ასე ვთქვათ, ეფექტები იყოს, ანუ რეკლამის თვალსაზრისით. საკითხისადმი საკუთარი მიდგომა აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებას. მთავრობას აზარტული თამაშების ბიზნესის ხელაღებით შევიწროება არ სურს. არ შეიძლება მხოლოდ ერთი ამოვარდნილი დაუშვათ ასპექტით ვიმსჯელოთ ბიზნესის ავკარგიანობაზე. თავისთავად ცხადია. ჩვენ მუშაობთ კომპლექსურად. უნდა გასათვალისწინებელია, რომ არის ქალაქები საქართველოში, რომელთა შემოსავლების საკმაოდ დიდ ნაწილს წარმოადგენს სათამაშო ბიზნესიდან შემოსავლები. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი დეპუტატი დაუჭერს მხარს კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას. გამორიცხული არ არის სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ მებრძოლი კობა დავითაშვილი რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად უმცირესობაში აღმოჩნდეს.